როგორც ჩანს, ქართული ოცნება გადავიდა, ასე ვთქვათ, ბოლომდე მდგომარეობის გაუარესების რეჟიმში, ევროკავშირთან მაქსიმალური ურთიერთობის დაძაბვის რეჟიმში. ისინი უკვე ხვდებიან, რომ რეალურად არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირი აგვისტოს ბოლოს, როდესაც არაფერი არ იქნება შესრულებული ცხადია და ის ამოიწურება ის ვადა, რომელიც აქვს მიცემული ქართულ ოცნებას, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით საქართველოს დაემუქრება საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება. ისინი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ისრები გადაიტანონ ევროკავშირის მხარეს, ანუ დააბრუნონ ყველაფერი ევროკავშირში და იწყებენ ეხლა აქტიურად ევროკავშირისთან მიმართებთან დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერებას, თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩს, არა მარტო მას, არამედ სხვა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების სხვა ელჩებსაც უკვე ეს გრძელდება საკმაოდ დიდი პერიოდი, ანუ ისინი დგამენ უკიდურესად დამაზიანებელ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნისათვის, ისინი ეხლა ირჩევენ დაპირისპირების პოლიტიკას იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად ჩართულიყვნენ თანამშრომლობის რეჟიმში, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ 31 აგვისტომდე მინიმალურად კეთილინება მაინც აჩვენონ ევროკავშირს, ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქემ არ დაკარგოს ეს სრულად უნიკალური მონოპოლი, რომელიც დაგოჩინა ჩვენ 2017 წლიდან, ანუ ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად არ საუბრობს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უბრალესობის სახელით, წვითავს ჩვენს ბედს და ისინი ირჩევენ დაპირისპირების ფორმატს, ისინი ირჩევენ ევროკავშირთან დაპირისპირებაში შესვლის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას, რაც იქნება რასაკვირველია კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობებს და კიდევ უფრო დაგვაშორებს ჩვენ ევროპას, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს და კიდევ უფრო გაამკაცრებს იმ დამოკიდებულებას ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რაც უკვე სახეზია. ეს ტექსტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო, რომელიც მოიწერა ევროკავშირის საგარეო და სამსახურმა, არის სრულად უნიკალური თავისი სიმკაცრისა და ასევე ძალიან მკაფიო გზავნილების თვალსაზრისით, ხო? აქ არის პირდაპირ ხაზგასმული, რომ ქართული ოცნება ეწევა ანტიევროპულ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. ეს დეზინფორმაცია არის რუსული ყაიდის, ანუ არის ფაქტობრივად ისეთივე, როგორცაც ახორციელებს რუსეთი და არის სრულად მიუღებული ევროკავშირისათვის. ძალიან ნიშანდობლივია, კიდევ ერთხელ იმეორებს ევროკავშირი იგივეს, რასაც ამბობს საქართველოს სამხედრო სექტორი და საქართველოს საგადმოაზროვნე ნაწილი ყოველთვის, რომ ელჩები არ წარმოადგენენ საკუთარ თავს. მათზე თავდასხმა ნიშნავს ორგანიზაციაზე ან კონკრეტულ ქვეყანაზე თავდასხმას. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქართული ოცნება ესხმის რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე ორგანიზაციის ელჩს თავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ ორგანიზაციას და ამ ქვეყნებს ესხმიან თავს. ანუ შესაბამისად ეს ფორმატი ურთიერთობებს არის ევროკავშირის სრულად მიუღებელი და ყველასათვის ძალიან მკაფიოდ დასანახავად ევროკავშირის საგარეო და სამსახურმა ძალიან საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ პირდაპირი ტექსტი წარმოადგინა, სადაც ასევე ნიშანდობლივია, რომ ბოლოს არის აღნიშნული, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის სწრაფვას ევროპისაკენ, ჩვენს ევროპულ მომავალს. ანუ აქ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ის გარემოება, რომ ევროკავშირი რეალურად არ ცნობს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ აღიარებს მათ როგორც საქართველოს ხალხის, ასე ვთქვათ, ხმას და ისინი აღარ აპირებენ, რომ რაღაც ესეთი მინიშნებებით ისაუბრონ. ეს არის საკმაოდ მკაცრი ტექსტი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და პირდაპირ ეუნება ყველაფერს, რასაც ახლა ფიქრობენ ევროკავშირის, ფიქრობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის საკმაოდ პირდაპირი ტექსტი. კი ბატონ გიგი, თავად აი ქართული ოცნების წარმომადგენლების ეს რაღაცა კიდევ უფრო გამძაფრებული და რაღაც დაძაბული რიტორიკა შეიძლება ჩავთვალოთ როგორც პრევენციული ხასიათის განცხადებებად, რომ აი მათ აქვთ მოლოდინი, რომ ნამდვილად შეგვიჩერდება უვიზო მიმოსვლა და ამიტომ რაღაცა წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რომ აი რაღაც ჩვენ კი არ ვართ სუდები, აი ხედავთ როგორ გველაპარაკებიან ისიც, იმიტომ რომ მე პაპუაშვილის მოკლე გამოხმაურებაც წავიკითხე, სადაც რაღაცა კლავ რუსულის იარლიხსო ნუ გვაკერებენო ესე უპასუხა სწორედ ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებას რაღაცა ისევ რუსეთზე მიანიშნებენ ფაქტია რომ ეს შედარებები სახელმწიფო გუნდს ძალიან აკომპლექსებს. ასე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ისევ რაღაც საკუთარ ამომრჩეველს ემსახურება ეს რაედნითაც ესაუბრებიან ისინი დასავლელ პარტნიორებს. რასაკვირველია ისინი სიტყვობენ ახლა შექმნან იმის განცდა, რომ თითქოს მათ ვიღაცა ესხმის თავს და თითქოს ისინი ამას არ იმსახურებენ, თითქოს ისინი საუბრობენ ქართული ხალხის სახელით და ნებისმიერი შენიშვნა თურმე მათდამი არის საყვედური ქართული ხალხისადმი, რაც ყველა კომპონენტი არის ტყუილი და სიცრუე. ნებისმიერი კომპონენტი ახლა რაც დავასახელი არის თავიდან ბოლომდე ტყუილი. ჯერ ერთი რომ არავინ მათ თავს არ ესხმის, მათ თვითონ შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში, მათ თვითონ
გაკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს ორგანიზაციის ურთიერთობები ამ დონემდე გაფუჭებულიყო. ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს არ აქვს აღიარებული ის ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომელიც ჩატარდა გასული წლის 26 ოქტომბერს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რეალურად ევროკავშირს უნდა რომ ხელი გამოგვიწოდეს ჩვენ ახლა და გამოგვიყვაროს ამ მდგომარეობიდან, რომელშიც შეგვიყვანეს თავად, ანუ რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ აკეთებენ ყველაფერს ისე, რომ წარმოუაშიონ მდგომარეობას სრულად საპირისპიროდ, ანუ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ ამომრჩეველს დაანახონ იმ კუთხით მდგომარეობა, თითქოს ისინი არიან ამ შემთხვევაში რა თავდასხმის ობიექტი ევროკავშირის მხრიდან და თითქოს ისინი მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირს. ანუ ეს არის თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ ამაში, ანუ საუბარი არის ამ განცხადებაში, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის მოტყუება, ეს არის საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ეს არის რუსული ყაიდის დეზინფორმაცია. ანუ მეტი ვინ უნდა უთხრას ეხლა ქართულ ოცნებას, გარდა ევროკავშირისა, თავად აღმასრულებელი ორგანოა, ხო, საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელიც პირდაპირ ამბობს ეხლა რეალურად თუ რა ხდება საქართველოში, ფაქტობრივად იმეორებს იმას, რასაც ჩვენ გქონდა დიდი ხანია საუბარი ხო სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდა მიმართულია საქართველოს ევროპული გზის დაზიანებისკენ, საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანებისკენ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, რუსულ ინტერესებს, ანუ ქართული ინტერესებთან ამას არაფერი ასე ვთქვათ საერთო არ აქვს და ამ პირდაპირ ესეთი მკაცრი განცხადება სიმართლით ნამდვილად არ მახსენდება საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოსთან მიმართებით, ანუ ქართულ ოცნებასთან მიმართებით, აქ არის ყველა აქცენტი ძალიან მკაფიოდ დასმული. ის რიტორიკა ხა, რომელიც მოვისმენთ ჩვენ და რაც თქვენ ახსენეთ, ეს პასუხის მაგვარი არ ვიცი რა განცხადება უწოდო ამას. პაპუაშვილის სრულად გაუგებარი, ანუ რას გულისხმობს ისიც ვერ გაიგო ვერავინ, ანუ ბევრ რაღაცას ცემს პასუხს, რას ნიშნავს, რას ცემს პასუხს, ხო? რეალურად მართლა ბევრ რაღაცას ცემს პასუხს, ეს მათ საწინააღმდეგოდ რეალურად ხო ეს წერილი, მაგრამ რას გულისხმობს, იქნება ისიც უნდა გითხრას ნამდვილად, აუხსნა საზოგადოებას, რას გულისხმობს ამ ბევრ რაღაცის პასუხის გაცემაში. სრულად გაუგებარი იყო ეს მისი მოკლე ასე ვთქვათ განცხადება, რომელიც მოვისმენთ. ჩვენ ხედავთ უკვე რომ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები ცალსახად იზიარებენ ამ პოზიციას, აღარ არის რომელიც ერთი განკერძებული ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაზე საუბარი და ხარ არის საუბარი რომელიმე ევროპული ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ხო ეს არის ერთიანი პოზიცია ევროკავშირში, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცდა და მათი ხედვა იმ მოვლენებთან მიმართებით, რასაც ადგილი აქვს ჩვენ ქვეყანაში და ეხლა რეალურად ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ევროკავშირს სურს რომ გადაარჩინოს საქართველოს მოსახლეობა იმ სავალალო შედეგებს, რომელიც შესაძლებელია დადგეს 31 აგვისტოს შემდეგ, როდესაც de facto ხელისუფლება არ შეასრულებს არაფერს, რასაც თხოვს მას ევროკავშირი, ხო? ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ისინი არაპირებენ, არათუ აი ამ ასე ვთქვათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არამედ საერთოდ არაპირებენ იმ განცდის შექმნასაც კი რომ ისინი კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარისოთ ევროკავშირთან. ანუ ისინი ახლა მიდიან ბოლომდე, მათ უნდათ რომ საქართველოს სამეზი მზადარენ ისიც რომ საქართველოს დაკარგოს საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაცია, ისინი მზადარენ ისიც რომ საქართველოს დაკარგოს კანდიდატის სტატუსი, ისინი მზადარენ ისიც რომ საფუძველთითაც გადახედილი ასოცირების შეთანხმება საქართველოს დაკარგოს ასოცირების შეთანხმებითაც კი მოპოვებული უდიდესი შეღავათები გულისხმობ რა და ყოველწლიურად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ანუ ისინი ემზადებიან ახლა ევროკავშირთან ამ ურთიერთობების რაც დარჩა კიდევ უფრო მაქსიმალურად დაძაბულს. და ამ გადაწყვეტილებას ისინი იღებენ ჩვენს მაგიერ, ხო ამას ამ გადაწყვეტილებას ისინი საქართველოს მოსახლეობის მაგიერ და ამას ესე ვთქვათ წარმოაჩენენ თითქოს ისინი იყვნენ რეალურად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა. რაც კიდევ ერთხელ არის ძალიან დიდი ტყუილი და ყველა მისის ამის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და ასევე მთელ მსოფლიოში. ამიტომ ეს არის თავიდან ბოლომდე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ისინი ემზადებიან აი უკიდურესად ნეგატიური დინამიკისთვის პროცესებისა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს 31 აგვისტოს შემდეგ, როდესაც პირობების დაუკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობამ თითოეულმა ჩვენთაგანმა შესაძლოა დაავკარგოთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით მოპოვებული თავისუფლება და კიდევ ძალიან ბევრი სხვა სარგებელი, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. ანუ ეხლა ისინი მიდიან ბოლომდე კონფრონტაციაზე ევროპასთან და პარალელურად ცდილობენ საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, მსხვერპლად წარმოჩენას. არ ვიცი ვიზე იმუშავებს ეს, მე ნამდვილად არ მგონია საქართველოში დარჩენილი იყოს ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაიჯერებდა ეხლა აი ამ სრულტყუილსა და დეზინფორმაციას დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად ხვდება და ხედავს თუ რასთან გვაქვს ეხლა საქმე და რას აპირებს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება საქართველოსთვის უახლოეს მომავალში.